მოგესალმებით ჩვენ 1.5 სვაინა დღეს შევეცდებით რომ შევასრულოთ 10 ტონის ჩელენჯი. ჩელენჯის არსი არის შემდეგნაირი. მოცემული გვექნება 5 ვარჯიში, საიდანაც 3-ს ჩვენ თვითონ ავარჩევთ და 2-ს მივცემთ ერთმანეთს. ამ შედარებით რთულ ვარჯიშებს რომ უფრო გაგვიჭირდეს შესრულება. თითო ვარჯიშზე გვექნება დაწესებული ლიმიტი, ანუ ერთი ვარჯიშით არ აქვს უფლება რომ გადავწდეთ 2000 კილოს, ანუ 2000 კილოზე თუ ავალთ ერთი ვარჯიშით, შემდეგ უკვე სხვა ვარჯიშით უნდა ავიდეთ ისე 2000 კილოზე და ასე შემდეგ. ბოლო იმისთვის რომ გამოგვერიცხა ზედმეტად თაღლითური ვარჯიშები, რაც გააიოლებს ჩვენს ცხოვრებას, შევიღეთ შემდეგი წესი. არ შეიძლება შესრულება ვარჯიშის, რომლის ძირითადი მოთხოვნილებაც არის ფეხების ჩართულობა, მაგალითად როგორც არის ლეგ პრესი და დააგებზეთ 300 კილოს და გააკეთებ ჩვეულებრივად აღგამეორებას და ასე შემდეგ. ო, ასევე აჯიმანიები და ესეთ მსგავსი ვარჯიშები რა, რაზეც ფეხზე დაყრდნობა გიწევს. ახლა შეიძლება თქვათ რომ მაგალითად bench press-აც ფეხები კიდევ როცა აკეთებ, მაგრამ bench press შეიძლება გააკეთო ფეხები გამართულ მდგომარეობაში, აჯიმანიებს ხების გადაში თუ გააკეთებ, გამოგივა planche push-up-ები, რასაც ესეთ ვერ გავაკეთებ. ლეგალურია, მაგრამ ვერ გააკეთებ. ხო, ლეგალურია, მაგრამ ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება იმას თუ როგორ გამოვლინდება ჩვენს შორის გამარჯვებული. ვარჯიშს შევასრულებთ რიგრიგობით, თუ მინდა იწყოს პირველი ამას მარტივად ჯეირენით გადავწყვეტ, მოდი ბარემ გადავწყვეტოთ. ოკეი, შენ იწყებ, იმიტომ რომ წავაგებ, დავინიშნავთ ტაიმერს და ვინც უფრო ღალია 10 ტონამდე ის იქნება გამარჯვებული. ბოლო იმისთვის რომ ცოტა დამატებითი აზარტი მიცეთ ამ ჩელენჯს, არც ერთს არ გვეცოდნება, არც საკუთარი დრო, რომელშიც მოვახერხეთ ამის შესრულება, და ჩვენი მოწინააღმდეგეებს მხოლოდ ბოლოში გამოვავლენთ ყველაფერს. და გამარჯვებულს გადაეცემა ის რომ არ დამარცხდება. ჩემთვის რა სამი ვარჯიშიც მოვიფიქრე, ეს არის პირველ რიგში dumbbell bench press-ი, მეორე cheat biceps curl-ები, ჩვეულებრივად ბიცეპსზე, მესამე ავირჩევ dip-ებს, ჩვეულებრივად ორ ძელზე. შენი სამი რა იქნება? ჩემი სამი. ერთი აუცილებლად იქნება აზიდვები ტურნირზე, dip-ებიც აუცილებლად იქნება. კერდი და ტრიცეპსი ძალიან მткиვა, მაგრამ იყოს dip-ებიც. ახლა ამ ყველაფერს მართლა ამ წამს ვიფიქრებთ, ან წინასწარ არ შეგვიდგენია ეს თუ რა ვარჯიშებს გავაკეთებთ და მესამე იყოს shoulder press. აქვე ვიტყვი მისთვის დამატებით ორ ვარჯიშს, რომელიც მოვიფიქრე მე. პირველი იქნება ეს უბრალოდ bench press-ი, მეორე რამე საზღრობა მინდა რომ გავუკეთო და თავისუფალი წონებით lateral raise-ები. და დააგროვებ აგით 2 ტონა ახლა. ოკეი. ანუ ისიც იყო წელში არ გვითქვი უბრალოდ რომ ასაც აურჩევთ ერთმანეთს ერთ და იგივე არ შეიძლება, ხო? Fuck, რა ის lateral raise-ები. აუ, რა არის ახლა საშინელება. აი, აზიდო, შენ მარტივად გააკეთე, არა ხარ აზიდების ღირს 2000-ზე რო ვახვიდე, მოგიწევს 20-ია. მაგრამ გააკეთე. აი, აზიდები გააკეთოს და მეორე. ეს იქნება single arm tricep pull downs. თოი ტრენაჟორი. და მეორე ეს იქნება განტელებით დახრილ bench-ზე ბიცეპსის მოხდა, bicep pulls. თქვენი honest რეაქცია ამასთან დაკავშირებით. გეუბა ვარჯიში. დაგვაქესელო ნახე. მაგრამ არც უნდა მოგებისთვის ყველაფერს უზავ და ამ ჩელენჯს დედას ვუტირებ. ისე დავამუღამე რომ რამდენი თავს სიმართლეს მე მიგებს ხოლმე და ერთი კვირა აი მენა რაღაც ალერგიები მაქვს და მორალურად და ფიზიკურად განადგურებული ვიყავი, მაგრამ დღეს მე გიორგისთან დამარცხებას არ ვაპირებ. აბა რა არის თქვენი სტრატეგია? ბატონო მთლიანოს ვარ, შეგიძლია არ გამიზიარო. მე ვერ გამოვიყენო შენ საწინააღმდეგო. ჩემი სტრატეგია არის რომ სათითაოდ მივყვე ვარჯიშებს, dumbbell bench press 40 კილოიანი გავაკეთე 25 გამეორება, ალტივარ 2000 კილოზე. მე bicep cheat curl-ებით 60 კილოთი გავაკეთე 34-ს, გადავალ dip-ებზე გავაკეთე 19-ს, აზიდებს გავაკეთე 18-ს და საბოლოოდ დავთარ 10 კილოიანი რაღაცა მიყრდნობილ ბიცეპს და ვარ რომ მოიფიქრა, ვიტოს 100 გამეორებს გაკეთება, ასე. ბოლოს რაღაცა იქნება მოგლებ. აი მე მზად არის, გიორგი მზადდება პირველი ვარჯიშის დასაწყებად და როცა როგორც კი მზად იქნება, ეგრევე დავიწყოთ. დაგეთვალო? აი 3 2 1. აი, ორი დაგჭა ორი. აი, პირველი 2000 კილო ძალიან მარტივად. აი, მე კი მაქვს ტაიმერი ჩართული, მაგრამ არ შეხედავ რა დროს. არ უნდა ვიცოდე რა გააკეთე. თვითონაც არ უნდა იცოდეს. მაგრამ ესე თუ გააგრძელა, მეგონი 10 წუთში მორჩება. 60 კილო არის თლიანად. 34 გამეორება უნდა შეასრულო, ამით რომ ავხდე 2000 კილოზე. ანუ შეგიძლია მე მოვაკლო წონა და ისე გააგრძელო, შეგიძლია არა, ერთი. ეს 26 გამეორებაც და ეგა. რავი, მე ცოტას დავისვენებ შენ. ჩემი ვარჯიში 10 კილო ლაიქს ასე 100 გამეორებს. ეს 20 ხო? ხო.
9 10 ტონა ბევრი იყო. 10 ტონა ბევრია. ნუ ძალიან სწრაფად ვერ შეასრულა, მაგიტომაც დაიღალა ეგრე სწრაფად, მაგრამ მე რას ვიზამ წარმოდგენა რა. აი ძალიან უენერგიულად გუზნობ თავს. მედია მოგიხოდებ. 2 3 4 4 მაგას ბოლოში ვიდა გაცხელავს. ყველაფერს მივალაგებთ ეგ. არ დაგოკვეხნოთ თუ რაც ქვია. Let's go. ამედია ხასაერთოდ. წონიდან გამომდინარე. აი მართე. Okay. უკვე 3 ვარჯიში დაასრულა ძმა. დავიხალე. 3 ვარჯიში დავთავრე უკვე. ой. წევან ჩინაფების გაკეთებაცაა და ვითომ მატყუები. ხუთო. All I can say is that I'm cooked. ხათი დავრჩი. ესენი ამჯერად აღარ ჩაგითვლი ცუდ აზიდვებს ორი. რა ცუდ აზიდვებს, აგი და ვაშორდი აქ. გადი აქ გადაშე. სამედია. არ გავიგო შენ. სამიც 1 2 აუ ამას ბოლო ვარჯიშზე დაეხება რა ბიცეფსი მინა არ ვიცი მოკვდება მაგრამ ტანკია ეს უნდა მოსა და მოწელი ხაჩვის აი ეგრე უნდა გაგეთები ყველა გამეორება თუ შეგძლებია 2 3 ეს არის 4 კილოიანები ხო? ნახე, ანუ 4 კილოიანები თუ ავდეს 2 ტონაზე, უნდა გააკეთოს 250 გამეორება. არა, კაი რაღაცა ურჩი მაინც ბოლოს. სათო ლათერალები გასაგეთია. აა, ლათერალებს უფრო გააკეთე ჩემს. ამზო. так, მოსწრაფო. აბავი. არგი 220 დარჩა შეუძლია გაზარდოს წონა, რა ვიცი. ვერ გაზდის. ესეც 150 აუ მე რა მეშველება ჩემ მე ერთი დავიწყო 150 გამეორება იყო. 100 დაგჭირ. დეურიმ გადაწყვეტა რომ გადავიდეს 10 კილოიანებს. ანუ ეხლა დარჩება 35 გამეორება რომ დააბოლოვოს 2000. 1 2 3 4 5 6 სა ბოლო 10 გამეორება 4 5 აი 5 დარჩა. გამზადე 5 დარჩა და ამთავრებს. ედა თქვი არ ვიფიქრე ამდენი ხანი. შვიანი. 7 9 და ესეც 10 ტონა. მე არ გამანახო ტაიმერი. ურჩი. თქვენი კომენტარი კი. თქვენ შეასრულეთ 10 ტონის ჩელენჯი. რა დროში მაგას მე გავიგებთ მესტა შენც. ძალიან დავიღალე. ბოლო ვარჯიშმა ყველაზე მეტად გამაწამა. და 200 გამეორება გავაკეთე ბიცეფსზე. მაგრამ საბას მაინც ვაჯობებ. ხო დავტანჯა ბიცეფსზე, მე ამას ლათერალებზე დავტანჯა. უნდა გავაწამებ ვარიანტი არა. სისხლს გაუშრობ.
და მაინც მოვიგე. მე გამარჯვებული ვიქნები. არა. გადავეკეთ შეფუსა უნდა დანებდე. დარჩევა გასა. რადგან ამ სოდვილის ჭერით რა შედის თქვენს გეგმაში, აბა რა სტრატეგია გაქვთ? ჩემი სტრატეგია არის ვიწყებ ბენჩით, უნდა გავაკეთო ჯერ 60 კილოთი 20 გამეორება, მე 10 კილოები მოვაკეთო და გავაკეთო 40 კილოთი კიდე 20 გამეორება. მე გადავდივარ აზიდოზე, უნდა გავაკეთო 24, აზიდოასთან არის დიფერენცი. და shoulder press-ი რატო ავირჩიე, ეხლა დავფიქრდი, ან რატო ავირჩიე. გამინდოდა. მაგრამ გადავწყვეტე რომ შტანგით გავაკეთე shoulder press სამჯდარი რა. 30 გამეორებას გავაკეთე 50 კილოთი და ცარიელით, ცარიელით 25 გამეორებას და ბოლოს ნახევარზე რამე იქნება რა, მაგის ამის იმედი. წარმატებებს არ გისურვებთ. იმედია პაკეტსემა ყელში დაიხშობი, მაგრამ სპონსორის ჩართვა პატუცემლობიო ისევ და ისევ სურს ვიყო თქვენი გენმოდიფიცირებული ქათმის სახე. დამიგავშირთ. 3 2 1 მე აღარ ვნახულობ ტაიმერს, ვსო. მას არაფერი არ გამოუვა. ის წარუმატებელი იქნება. ის ჩაფლავდება. თან დამატებითად პოზიტიური მომენტი რა არის, იცი? ახლა 60 კილოს ხაგეც მე 40-ზე ხო გადავა, მაგრამ არც 10 კილოენებს მოხსნაში არაფერში მე არ მივეხმარები ამას. აი ნახიკვდება. რამდენი იყო? ხო? რამდენი იყო? რო გადის. მიდი, კიდე 20 გამეორება დარჩა. საკე რესპირატორული სისტემა მაქვს მენა. ასე უსტუნქო. აი გონეთ ეს საინტერესო სიტყვები მან სამედიცინოზე ისწავლა, გააგრძელია. კიდე 20? კიდე 20. სო, უკვე დაიგალა. მიდი. რამდენი იყო? აბა როგორ ხდება? თავდაჯერებული ბრძანდებით? არა. აფიო. გირა რადონის არარაობა ხარ. შენ 2000 კილოგრამის კი ვერ დააგროვე ბენჩზე. 40 კილოთი რაღა გახდა, საბა 20 გამეორება. რამდენი იყო? 5? ასეთი პათეტიკური როგორ ხარ? ანუ ტიპმა იმენ გუშინ მივარჩემ, ანუ ერთ კვირიან პაუზას მე გუშინ მივარჩემ კერდი მაგრად. და ეხლა დღეს მკერდი მткиო ანუ რა. და ეხლა ბენჩი მეზიზღება. შენთან ერთად ხო არ ვივარჩე, მეგონი, მე მკერდ გუში. მე შეუცაგეთ ბენჩი. გუში. აა დღეს. დღეს გავაკეთე ბენჩი? დამბელ ბენჩ პრესი გავაკეთე. ნუ შენ მე შენ ხარ და შენ აქტიო ბენჩი. დაგარი გისა. თავის გასამართლებელია საბუთი. აი შენ რომ მოხსნა ცალკე კამენდაჭდება. 5 გამეორება ხო დაგჭი. ანუ 10 გამეორება მოგიწევს არიელ ღერს. არა დრო იხარჯება, დრო. ან წარმოგიდგენიათ რადონის პათეტიკური არის ეს ადამიანი? სარიელი ღერს დაგეთ. ილოსო პირველი ვარჩი დავთავ. გადავდივართ რაზე? წაი. გადავიდა ეს საწოდავი აზიდოებზე. უნდა გაგეთ 24. ამაზე იოლება ესენ. რამდენი იყო? ბოლომდე გამართე იდაყვი. ბოლომდე გამართე იდაყვი. ხო, ქვევით. ხო, მე ქვევით მართავდი, კი? კი, მართავდი ქვევით. გადავამოწოთ ვიდეო ვიდეოზე. ეს თურმე კალესტენიკის ათლეტი და მჯობნის რა ვითო თავისი აზრი. ხო, მასე ჩამოეგინე, მასე. 7 გავაკეთე. 3 კიდე 7 დავში. კარგია. მესამე კლასის მათემატიკა გამოგდის. ფიზმატი აქვს დავტავრებული კაგა. ორი. უკვე ამ პათეტიკურ არსებას. სო? წადი ახ დიფებზე. აი, დიფებზე. აი, ამორს ახლა ძალიან სწრაფად გაიგებს, მაგრამ მე. სო. ხედავთ? უკვე ჩაფლავდა. ალო. 19 დარჩა. არა, ადუცემ გულსადლო გადოეყო. ამან დამაწყებინა მე ვარჯიში. ვარჯიშებს რა ვიცი, 6 წელია, ხედავთ? არ მივაძოთ საბას. ვარჯიშეთ მუდმივად. გავეთ დისციპლინირებულები. არ იყო საბა. არ იყო საბა. აი ერთხელ გაგიმართლა ბრატ. ჩემი რობა შეხვენ ჰეშტეგ არ იყო საბა. საუ. ჩემია საზღარი და ახლა ლაბარაკო. ამ დიფებსაც ვეღარ. აი
6 ან 18 24 მოვით. 24. ახლა წანა ისინი. რამდენი დარჩა? ორ დიპს ვეღარ აკეთებ. მედი ბიჭო, ორი დიპი გააკეთე ახლა. ასე გულით თუ არ გძულს შენი ნათესავი. არ გამოვა ისა. კილოცა. შენ არ ხარ კალესთენიკის ატლეტი? აი, გითხარი არასწორად აკეთებ თქო, გაგაფრთხილე, მაგრამ არ დამიჯერე. ახლა მოუწევს რომ ხელახლა დაასეთამოს. ხედავთ, მისი კონკურენტია, მაგრამ გავაფრთხილე, არასწორად უჯდები ამას, არასწორად უძგები თქო, არა, იყოს ასეო. და დაუწყე. მოციე, შესხე. აჯეკი ახლა. გითხარი გააკეთე თქო, არა, ვაბითი მინდა. აუ. დაავთავრე ეს ვარჯიში. ორჩა. ოჩა. კარგი, ცარიელი ღერდის უნდა გააკეთოს 100 გამეორება. ანუ ამეთი არ სხურდებია, მაგრამ საბა აკეთებს ამას გამეორებებით. რამდენი გააკეთე? 20. აკეთე კიდევ უნდა 80. მე წააგუთა დამარცხეს და განადგურდი. მე ვდებოდი, ვიოფლებოდი, ვხვითქებოდი ეს ვოლიაშურზე. ნარნარობს, დგას, სარკმელს. თუმცა შეგცევა ვიდეოს მომოვე მარტო შიცნობა. რატო შევრცხო? მოწინააღმდეგეები. შენ არ ვარ. ფეხები არ გამოიყერო, შეხედე მუხლებზე რა შევა? შეხედე მუხლებზე რა შევა? ოპა, ნახეთ რა როგორ ხანავს? ვისი ბრალია? ფეხებს იყენებს. რამდენზე ხარ? კიდე 23? საბა, მე არ შემრცხვე, შენ ხარ ჩემი მეტოქე, ჩემი მოწინააღმდეგე. ჩვენ შორს არის ვენდეტა, ჩვენ ვიბრძვით. მინდა რომ დამარცხდე და განადგურდე. აუშ. ჩათვალე ხა ანუ ნახევარი წელით გებძი და ხელი არა. თქვენი ბლაუჯის განავგით. ჩვენი ბლაუჯის განა. ო, ჩვენი ბლაუჯის განავგით. ვინ მოიფიქრა რომ ბლაუჯის ვარჯიშა? გიორგი. მანამდე, დაჟე მანამდე. შენ კონტროლ ჩორჩოც ყველა და ტრამოს არ ვიგიდე. ვინ აკიდა ტრამო, მე აკიდე? კაი. ამდენ 25 შემდეგ უნდა 30 გასაკეთებელი არ კიდე. 30? ხო. მოგეთ ყველა და შენ. ეგ ამაზე დავუშვი. ვიდი, საბა 15-ს. რამდენი დაგჭა? კაი, ლათერალებს გადავედ. აუ, საქმელას მოთქვი. ყოველ შემთხვევაში იდახს უარი გაიდრაგებია. დიფებს მაინც მორჩებოდი ორჯერ უფრო სწრაფად. აქ მეგონი მაინც ისე მომიწევდა. ლათერალებზე დიდად ადამჭირდება, რა? მაინც ლათერალები უფრო რთული იქნება მეგონი, ვიდრე გიორგის პოლო ბიცეპსი. მოგილეთ საბამ გადაწყვიტა რომ ლათერალები მოვილიო შემდეგნაირად დაიგავს თვითონ ხელში 10 კილო და გააკეთოს 100 გამეორება ჯამში. 10 უკვე გააკეთე. და შეგვიძლია ეს რომ ეწუწუნებოდა, ოუ, ჩიტინგით აკეთებ ჩიტინგით, არა უშო, ჩიტინგით უნდა გააკეთო, ისე ვერ გაძლებ. 20. როგორ? 20. შეყვარებულს ყავს. მაგაზე მასო. შეყვარებულს ყავს. იო მორინა. ატა თქო მოსტექს. უგურე ფენტა და სოდილობს. ეს ხეს გაზუნა ისე. ზოთ. ნუ რადმედი ვარ და? არ მოუწევს რა. ლათერალებზე შანსია. მართლა, ო, მართლა აქვს შანსი. მოგები შანსი აქვს.
დენ. შეიძლება წავიგეს უზმოდ. მართლა კაი, ახლა უნდა აუ. იმიტომ მე ძალიან დიდი დრო დამჭირდა ბიცეპსი. არა. იქ დაკვესტკივილი, სადაა? რატო არ იტკივა? ვაკ. ახლა მართლა ცოტა არ წავალ. ფორმაცია. ახლა დაიღალე. ჰა? რატო არ იღლებ? ჰა? რატო არ იღლებ? ხო დაიღალე. რაცა არ მოწოს, რანაირად მიდიხარ. ამიტომაც მოდი მოვტეხოთ ხელი. უკვე ძალიან იღლება. კაი, 40 ხო? 50. 2 3 25 დარჩა რა, გადავიდა საბახალს კილოიანებზე. 25-გან მეორე ვასწამს ეგრე. მაგრამ მინდა რომ ძალიან გაუჭირდეს და ვერ შეძლოს. ნამეტანი ჩიტინგის გარეშე. ეს 7. ნამეტანი ჩიტინგის გარეშე თქო. ზედმეტიც ნუ მოგივა ჩიტინგში ახლა. აი ჩიტინგ კულოს აგერთა კიდევ. აი ესეთაც ჩიტაოდა. იგი რა? აი 7 როგორ? ჩიტინგი გააკეთე. აი 7-ჯერ 18 დაგჭა. 7-ჯერ მოსამდე. გაამრავლე შენ. მეორე მათენ. ამასე ძახშეს lateral raise. და საბა 10 კილოიანებს ახლა უნდა გაგეთო 30 გამეორება რომ დაამთავროს. Nobody believes in you. You lost. Again and again and again. Lights are cut off. But you're still looking at your dream. Reviewing yourself. It's not over until I win. უკვე ეს ნამედანი ჩიტინგია საბა. ოზდათ, კაი, დრო. ო, წამოდი ახლა წავიდეთ და შევაჯამოთ რა მოხდა. ჯერ როგორ გზნობ თავს? როგორ გზნობ თავს? აუი, ხოდავასრულეს თორე. წავაგისავთ დიდი ალბათ. მოკლედ მეგობრებო, გამარჯვებული და წაგებული ცნობილია და წაგებულის დრო არის 28 წუთი და 17 წამი და ეს ეკუთვნის არა, რო წავაგებდი, დარწმუნებული ვიყავი რა. იმედი მაქვს რომ 10 წუთი მოვიგე 28 წუთი, ხო? აი იმედი მაქვს რომ 18 წუთის რაიონში დავამთავრე. რაიონში. მე-13 რაიონი. არა, ჩემი აზრით 20-ზე ნაკლები თუ არ შეიძლება უნდა ქონდეს. აი სავარაუდოდ მაქსიმუმ 19 და 30-სანამდე ვფიქრობ შენ დროს. ამონია რომ 10 წუთიც შეგვიძლია შესაძლოა. გიორგიმ რა დრო დააფიქსირა? მოდი ვიტყვი მე ხა ზემენტეს ნუ ლაპარაკო. მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ საბამ საკმაოდ კარგი კონკურენცია გასწია, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეეძლო მოგება მართლა რა. просто მე გაჩერდა. და მოკლედ გიორგის დრო არის 23 წუთი და 18 წამი. მაგრამ დავამატებ იმას რომ საბას მართლა შეეძლო ერთი მომენტი მოგება გიორგისთვის. თქვენი ემოციები გიორგი? მე გამარჯვებული ვარ. მე პირველი ვარ, მე ზემოთ დგავარ. საბამ წააგო, ის დამარცხდა, ის ლუზერია, ის პათეტიკურია. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. დაგიბრუნდებით კიდევ ბევრი ინფორმატიული ვიდეოებით. ანუ ტიპებზე რო იდაყობი არ ამტკივებოდა. მანდაც ერთამასთან თვაში გავაკეთებდი უეჭველი და shoulder press-ზე რო თავიდან კიდე ერთი 2-3 წუთი მაინც ხოვებოდია და shoulder press-ზე სეტაპებით ამერიკა და სეტაპებით და ბოლოსო ძალიან ღერეს დავიწყეთებ. ესე იგი შემეძლო მოგება, ახლა დროიდან გამომდინარე, ამის ხო შემიძლია რომ შემეძლო მოგება, მაგრამ მე წავაგე. არა, ჩემ დამარცხდა. მაგრამ გიორგის ერთ-ერთი ვერთახმები და დავაიქეთ გამოწერთ თქვენი. შემოგთავაზებთ ბევრ კარგ საინტერესო ვიდეოებს, რომელიც იქნება არა მხოლოდ სკაუს ფორმატში, არამედ ინფორმატიულებიც.
და სხვათა შორის ახლა გეგმავთ ერთ ძალიან საინტერესო და კარგ ვიდეოს და ინფორმატიულებს ვდებ ხოლმე, მაგრამ ყოველს ფეხებზე გიდია რა. ეხლა ეს ვიდეო თუ დაგევასათ ერთი გადახედეთ, ეგება რას ვლაპარაკობ.